დავიწყოთ თანახმოვან. ადამიანის ორგანიზმი რომ წარმოვიდგინოთ და გაუტოლოთ მანქანას, ოღონდ ზედმეტად დახვეწილ ჭკვიან მანქანას, საწვავის ფუნქცია შეასრულებდა მაკრონუტრიენტები, ცილაც ხემინახერწყალი. და მიკრონუტრიენტები წარმოადგენენ, ანუ ვიტამინები და მინერალები, იგივე ფუნქციას, რაც მანქანის ძრავისთვის წარმოადგენს ზეთი. მესმის ხან ბროკოლს მიაწექი, მესმის ხორცი ჭამე, მესმის კვერცხს მიაწექი, ყუნთი გაზარდე. აუ, მაგარი აჭრილი ვარ მოკლედ რა. ეხლა პირიქით ალბათ ყველაზე მოდურია ცილა საკვებში, ცილოვანი დანამატები, ცილის შეიკი, ცილა ყავაში. 1-2 კვირა ჩემი აზრით რაღაცნაირად ჯანსაღად ვიკვებები და 2 კილო მოვიმატე. სტატისტიკურად 80% მოდიეტეების უბრუნდება საწყის წონას. რაღაცის დეფიციტია ესე იგი ორგანიზმში, როცა წონა დგას სტაბილურად, აი რა ხდება მანდ. 100 კილოგრამი ადამიანი ერთ კვირაში 1 კილოგრამს უნდა იკლებდეს დაახლოებით. სცენარეში რომელშია ომეგა? აი ძალიან კაი კითხვა. ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები ესეთი კონცეფცია, ცოტა გაუგებარი. აი როგორ დავაბალანსო მარილი? გემოვნებით მიყვე ამას? არაჯანსაღ საკვებს უწლებ ხოლმე, როცა მაქვს პროდუქტი, სადაც მაღალია კალორიული ღირებულება და დაბალი არის კვებითი ღირებულება. ანუ სვა თუ არა ვიტამინები, მაგას გეკითხები. ჩემი ორგანიზმი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე მგონია.